ჩვენი სტუმარია ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ყოველ შემთხვევაში ეს მოცემულობა არსებობს 2022 წელს, რა იქნება 2023 წელს ვნახავთ. თქვენ გაქვთ იმედი, რომ ისევ ამ სტატუსით იქნებით ჩვენი სტუმარი? მადლობა მოწვევისთვის, ამ ყველაფერს გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი მხარდაჭერი პარტიის წევრი და არც თუ ისე ბევრი დრო დარჩა ამ გადაწყვეტილების მისაღებად მათ. მიუხედავად იმ ურთულესი პერიოდისა, პროცესებისა, რომელშიც ვართ და თვალყურს ადევნებს ბევრი ადამიანი და მიუხედავად აქტიური თუ ნაკლებად აქტიური ჩართულობისა, მე ვფიქრობ, ყველა შეშფოთებულია ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ხასიათით, რომელიც უკეთესი ზღვივად ვთქვათ, იმედს ტოვებს. თქვენ იცით, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ძალაში არის და დღესაც კვლავ იმ პოზიციაზე ვჩები, რომ აბსოლუტურად უდროოდ, აბსოლუტურად ძალაში არის არჩევნებზე საუბრობთ. მიუღებელი ფორმებით გაცხადდა ის, რაც გაცხადდა და ამ ინიციატივას მოყვა ძალიან ცხარე ასთა სხვადასხვაობა დაპირისპირება, მაგრამ ახლა ამ გადმოსახედიდან ალბათ ბევრი დამეთანხმება თქვენი მაყურებელი, პარტია დისფუნქციური ამდენად და ქაოტურ მდგომარეობაში არსებობას ვერ გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის საქმიდან გამომდინარე, მაგრამ პარალელურად პარტიამ უნდა მოახერხოს და წერტილი დაუსვას, ასევე გავიმეორებ, რბილად ვთქვათ, ბევრ გაუგებრობას. ნიკა, ეხლა დისფუნქციურია პარტია? არა, ეხლა როდესაც კიდევ გეუბნებით პარტიაში წარიმართა პროცესი, რომელიც არ უნდა წარამართულიყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, რა თქმა უნდა, ამ გამოიწვია ბევრი უთანხმოება, გამოიწვია დაპირისპირება და გონივრული ნაწილი, რომელიც უდიდეს ნაწილს შეადგენს. ხო, მაგრამ არჩევნების და ახალი თავმჯდომარის ბედის გარკვევა ამ წინააღმდეგობას დაასრულებს? რა თქმა უნდა, მე ეჭვი არ მეპარება. ყოველ შემთხვევაში მინდა მჯეროდეს, რომ დამარცხებული აუცილებლად მიულოცავს გამარჯვებულს და პირიქით. თქვენც რომ იყოთ დამარცხებული? რა თქმა უნდა, ეხლა მომისმინეთ დიანა თუ შეიძლება რომ დამარცხდეთ პარტიაში. დიანა ამ კითხვას დროდადრო სვამენ და მისვევენ მე ადამიანი, რომელიც კიდევ ერთხელ პარტია ერთი ნაციონალური მოძრაობა შემოგვერთდი, მაშინ როცა იყო დამარცხებული. და მქონდა ალბათ ხო? ადვილი წარმოსადგენია არჩევანი შეიძლება გამარჯვებულ თქვენ პერსონალურად რომ დამარცხდეთ როგორც თავმჯდომარე? არა, გამარჯვებულ გუნდ შევერთებულიყავი, ხო, მაგრამ ეს არ გამიგეთები 2013 წელს. მაშინ როცა ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები ოცნებაში გადავიდნენ. თავარი მიზნები და ამოცანები, რისთვისაც უამრავი ადამიანი, მათ შორის მე ამ ბრძოლაში ჩავერთე, ჯერ არ არის მიღწეული. და ქვეყანაში არის ის მართლობა, რომელიც უნდა შეიცვალოს, რაც შეიძლება სწრაფად. ამიტომ ეხა ვიღაცის ნებასურვილზე ყოველჯერზე ამ კითხვაზე პასუხს ვერ გავცემ და ასე ვთქვათ, მტკიცებას ვერ დავიწყებ. ძალიან მარტივი პასუხგასაცემია. რომ დამარცხდეთ რიგით წევრად ნაციონალურ მოძრაობაში დარჩებით. მე ნაციონალურ მოძრაობაში დიანა პირდაპირ გეუბნები ჯერთის გამარჯვებას ვაპირებ და ეჭვი არ მეპარება და ამისი ყოველი ასე ვთქვათ მონაცემები მაქვს და გონივრ გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის ამორჩევლები მიიღებენ. მაგრამ იმ შემთხვევაში ახლა ბუნებრივია თუ შედეგი არ არის ისეთი როგორიც გინდა ხო ახლა ბრძოლისგან უარის თქვა მე არ ვჩევია არასოდეს არ მithქვამს და ვჩები იქ სადაც ანუ მარტივია რომ უპასუხოთ რადგან ვფიქრობთ რომ ეს კითხვა რაიმე კულისებს გულისხმობს რაღაც სხვა არ ვფიქრობ ასე არ ვფიქრობ უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ დღეს ამ ვითარებაში ამ კონტექსტში რომელშიც ვიმყოფებით არჩევნების პროცესმა კარგი არაფერი არ მოუტანა პარტიას. ბევრისთვის პარტიაში მრავალხელისუფლებიანობა, ბევრისთვის პარტია გამოიყურება დისფუნქციურად და ნორმალური არის მათი ასეთი შთაბეჭდილება. როდესაც სხვადასხვა პარტიული თანამდებობის პირები ძალიან გადამწყვეტ ეტაპზე აღმოჩნდნენ ასევე გულად ვთქვათ მინიმუმ შევარგვილებ ამ ჩემს
ასე ვთქვათ, შეფასებას განსხვავებულ პოზიციებზე. მაშინ, როდესაც მეტი კონსოლიდაცია გჭირდებოდა, მე დარწმუნებული ვარ, გავბედავ და ვიტყვი, იმიტომ რომ ჯერა ამისი. გავაწლები 10 წელი და კიდევ უფრო მეტი და როგორ შეფასდება ისტორიულად აი ეს პროცესი, იცით? მაშინ, როდესაც პრაქტიკულად სოფლიოში მესამე მსოფლიო ომი იყო, მაშინ, როდესაც პუტინი პუტინობდა, მაშინ, როდესაც ოლიგარქია გავს დასამარცხებელი ქვეყანაში, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის ვივამეთში გამოკეტილი, ჯგუფი რაღაცა გამოვიდა ინიციატივით და შიდა არჩევნების პროცესი გახსნა. მე ვფიქრობ, ისტორიულად, აი მხოლოდ ეს ერთი დეტალი შემორჩება. წიგნში შევა ეს ამბავი როგორ ფიქრობ? ეყოფა მასშტაბი ამ ამბავს ისტორიის წიგნისთვის. შემთხვევით, ჩემთვის პოლიტიკაში არაფერი არ ხდება, ამიტომ ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და პარტია გახდება დიახაც, ბევრს არ ჯერა. ხოლო თქვენი თავმჯდომარეობა პარტიისთვის სწორი გადაწყვეტილება და სწორი ხაზი. ჩემს პოზიციას დიანა. კი, თქვენ ასე ფიქრობთ. ეს ყველაფერი მე კი არ უნდა გადავწყვიტო და ცალკეულმა ამორჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ ნაციონალური მოძრაობის 10,000-ობით ხარდაჭერმა და ამორჩევლობა და პარტიის. ნიკა, ამ არჩევნებს მე შესავალშიც თქვი მართლა კალენდარს აცდენილია ეხლა ეს პროცესი, რაც ნაციონალურ მოძრაობაში მიდის, რამემ თუ შეიძლება, ვთქვათ, შეაფერხოს. მაგალითად, ეს აზრი განიხილება თუ არა თქვენს პარტიაში. ანუ დღეს წესი და რიგით საჯარო საარჩევნო კამპანია უნდა ყოფილიყო დაწყებული, მაგრამ ვფიქრობ, თუ კი რამე იქნებოდა არაადეკვატური იქნებოდა არაადეკვატური პარტია ნაციონალურ მოძრაობის ფაქტებში საჯარო საარჩევნო კამპანიის წარმოება. ანუ ეს კამპანია არ იქნება საერთოდ? ხო, ამის შესაძლებლობა ჯერ ჩვენ არ გვეძლება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მტკიცედ მჯერა, არ შეიძლება ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება. ვინაიდან ეს ხელს არ შეუწყობს არც პარტიის განვითარებას, არც ოპოზიციის განვითარებას და ნიკა, თუ არჩევნები გარდაუვალია, საჯარო კამპანია იქნება? ანუ მოგიწევთ ერთმანეთზე ლაპარაკი, როგორც თქვენ ანონსებდით. ეს დიდწილად დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაშიც მთელი ქვეყანა ვართ და არა ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. იმ მდგომარეობაზე, ნიკა, როცა არჩევნები ჩაინიშნა, არც მაშინ არ იყო კარგად მიხეილ სააკაშვილი, ყოველ შემთხვევაში თქვენი ლიდერების განცხადებით მაინც. ეს კითხვა ჩემთან არა, მე ვცდილობ კი ბატონო, მაგრამ ვიყო მაინც მათი თავმჯდომარე ხარ ყველასი. ძალიან მოზომილი, არ დავძაბო ურთიერთობები, ვინაიდან ხედავთ და ვაკვირდებით რა პროცესები ვითარდება, ხო? სოფლიოში ადგილობრივ დონეზე ხდება საჭირო ძალიან სწორი პოზიტიური აზრის კონსოლიდაცია ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ ევროპარლამენტი უპრეცედენტოდ, ასე ვთქვათ, ძალიან სასარგებლო რეზოლუციას ქართული ხალხისთვის იღებს. ხედავთ სახეზე არსებულ სამ პრეზიდენტ მარგველაშვილს, ქალბატონ ზურაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაში ის ყავთ. არის სრული კონსენსუსი ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები აქტიურობენ ამ მიმართულებით, ისე როგორც არასოდეს პარტია თავის საქმიანობას ეწევა იმ ხარისხით, რა ხარისხითაც უნდა ეწეოდეს. თქვენ ნაწილ საქმიანობისას ხედავთ, ნაწილს ვერ ხედავთ, ვინაიდან ახლა პოლიტიკური სფერო არის მრავალშრიანი, მრავალპლანიანი, არის დახურული კონტექსტი, ღია კონტექსტი, რაღაც კომუნიკაციები საჯაროა, რაღაცა კომუნიკაცია დაფარულია, ხედავთ დასავლეთში სოფლიო აზრის ლიდერების ჩამოყალიბებელ ადამიანებს ანონსებენ მიხეილ სააკაშვილის თვის სოლიდარობის აქციის ორგანიზებას სოფლიოს და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში და როდესაც აი ეს პროცესი ჩვენს თვალწინ ვითარდება, აი ნანატრი პროცესი, რომ პიკზე მივიდეთ და ლოგიკური დასასრულით დასრულდეს ეს მძიმე პროცესი და ქვეყანას შეუნარჩუნოთ შანსი ევროპული დასავლური განვითარებისა, მე როგორც პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს მაქვს ვალდებულება შეფასებებში ახლა ვიყო ძალიან ფრთხილი. შეფასებებში ძალიან ფრთხილი, მათ შორის ისტორიის წიგნში ჩაიწერებაო, ამბობთ, როცა მესამე მსოფლიო ომის ფაქტობრივი მესამე მსოფლიო ომის წინაშე, როცა სააკაშვილს უჭირდა, როცა ქვეყანაში ოლიგარქია იყო. ანუ ვინც წამოიწყო არჩევნები, მათ
ვერაფერი ეს ვერ გათვალეს, თუ შეგნებულად გათვალეს და ეს არის პროცესი, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ, партიის დასაზიანებლად მისი ფუნქციონირების მოსაშლელად იყო წამოწყებული. მაგრამ ამ პროცესის უკან თქვენ კონკრეტულ ადამიანებს ხედავდით, ასახელებდით, მათ შორის კეზერაშვილს, მერაბიშვილს, მათი აი ამ შემსრულებლებით თქვა. ანუ ისინი ვერ ხედავენ ამ მასშტაბს თუ სპეციალურად რაღაც ამოცანით პარტიის ფუნქციონირების მოშლას სურდათ. მეცით თუ უნებლიეთ პოლიტიკური უმწიფრობით, პოლიტიკური უმეცრობით რა შეფასებას გინდათ გამაკეთებიეთ, ხომ? ფაქტი არის ერთი. დიახაც ეს მოხდა. დანარჩენს მომავალი შეაფასებს. მე ვალდებულება და პასუხისმგებლობა გაცილებით მეტი მაქვს, ვიდრე რიგ ადამიანებს. არ ვისაუბრო იმაზე, რამაც შეიძლება არა დანამდვილებით გეუბნებით, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუნდაც რამდენიმე დღით მეორე პლანზე გადაწიოს. მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, კოლეგებთან ერთად ამოცანა, რომელმაც შედეგი უნდა მოგვიტანოს. ამოცანა, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ რეზულტატს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მდგომარეობა მჭიდროდ დაკავშირდა ევროპულ მომავალთან, დასავლურ კურსთან, აღარ იყოს, რაც შეიძლება სწრაფად იქ სადაც ყავთ. ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. აი როგორ სწრაფად? ნიკა, თქვენ ჩემს ეთერში ამბობდით ხოლმე, რომ ჯერ ბიძინა უნდა დავამარცხოთ და მერე გავუშვათ მიხეილ სააკაშვილი ასეთი სხვაგვარად ვერ წარმოგედგინათ და ახლა როგორ სწრაფად? აი რა ლოგიკურ პროცესს თქვენ ამბობთ, რომ ლოგიკურ პროცესამდე უნდა მივიდეთ და რა არის ეს ლოგიკური პროცესის ბინარი? ლოგიკური პროცესის დასრულება პროცესის არის მიხეილ სააკაშვილის, იცით რაც არის, გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასამართლო პროცესის შედეგად თუ სალომე ზურაბიშვილისგან ელოდებით რამეს თუ აი რა ფორმატით ის რაც დღეს ხდება სამწუხაროდ მაშინ როდესაც მე ვსაუბრობდი და დღესაც მიმაჩნია რომ სრულად რა თქმა უნდა ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია ბიზინა ივანიშვილისთვის ბერკეტების ჩამორთვების პირობებში მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რაც არის აღბეჭდილი, რაც არის ფაქტები კონკრეტულად სამედიცინო დასკვნების სახით მოცემული და ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება ვერ მოხდება საქართველოში მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა ვივამედის კლინიკაში და ერთადერთი გამოსავალი არის მისი ტრანსფერი საზღვარგარეთ. როგორ გესახებათ ეს სალომე ზურაბიშვილის ბერკეტით, როგორც რეზოლუციაში ჩაიწერა ევროპარლამენტის, რომ ზურაბიშვილმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები, თუ სასამართლო პროცესის შედეგად. ერთ შემთხვევაში ეს იქნება ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, მეორე შემთხვევაში ეს იქნება დიდი ალბათობით ივანიშვილის გადაწყვეტილება. ხომ ასეა? სასამართლოს გადაწყვეტილებას გულისხმობ. ან შესაძლოა ორივე შემთხვევაში ივანიშვილის გადაწყვეტილებაც. როდესაც საუბრობთ ქალბატონ ზურაბიშვილზე, მე თუ კი რამე მახარებს ახლა და მე ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანი ყოველ შემთხვევაში კრედიტად გასცემს მასზე აი ამ იმედებს. მე ვხედავ, რომ ის ნამდვილად არის შეწუხებული ევროპული მომავლისთვის მიყენებული სერიოზული ზიანით უკვე რაც მიადგა და საფრთხით, რომელიც ჩვენი თაობების და მომავალი თაობების მომავალს დაემუქრა ამ ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია საბოლოო როგორი იქნება, ეს ალბათ თავად მხოლოდ ქალბატონ ზურაბიშვილმა იცის, მაგრამ დიახაც, რა შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრა? მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი დღეს, ვინც ზრუნავს სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებზე, ვისთვისაც ძვირფასია სახელმწიფოს ინტერესი და აქედან ამოდის აცნობიერებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თუ კი ხანგრძლივდება და დრო ნამდვილად არ ითმეს, ჩვენ უარს ვიღებთ ევროპაში ინტეგრაციაზე. ეს არის ფაქტი, ძალიან სამწუხარო ფაქტი. ამიტომ თქვენ გადაჭრით ამბობთ, რომ მისი თემა მის თემაზე გადის ევროპული პერსპექტივა და სალომე ზურაბიშვილიც ასე უყურებს საკითხს. მე იმედს ვიტოვებ. მე არ ვამბობ ამას და არც თქვენ ამბობთ ხო ამას. ამას საუბრობს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ამას საუბრობს
კონკრეტული ასე პირდაპირ არა, მაგრამ ეს ამასაც ექნება რა თქმა უნდა. არა, ევროპარლამენტის კონკრეტული რეზოლუცია პრაქტიკულად აღნიშნავს შემდეგს. ჰუმანიტარული მიზნით გადაიყვანეთ. ქვეყანაში სადაც ისტორიული არჩევანი ჩვენი ერის არის საფრთხის წინაშე, ხომ? გამორიცხავს ეს ისტორიული არჩევანი პოლიტპატიმრებს და დამონებულ სასამართლო სისტემას. პოლიტპატიმარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ წერია, იქ წერია მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა. კი ბატონო, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანა არ ნიშნავს სრულად სახელმწიფოსთვის ასე თქვა შვების მოგვრას, ვინაიდან რჩება ეს ხელისუფლება ჯერ კიდევ დასამარცხებელი, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. ადამიანის სიცოცხლის გადარჩება, რაც შანსს დაგვიტოვებს ჩვენ განვითარებისთვის. იმ შემთხვევაში, ხა მიხეილ სააკაშვილი თუ უნდა გავწიროთ ჩვენ მრავალი წლის პატიმრობისთვის, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ გაუძლებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის რესურსული. ეს პირდაპირ ის ვერ იცოცხლებს. ამიტომ არის სასწრაფოდ მისაღები, ხომ? ეს ზომები ამ მიმართულებით უამრავი განსხვავებული ნაბიჯები გადაიდგა და ვფიქრობ, ბევრი დრო არ დაგვრჩა კულმინაციამდე და საზოგადოებას ექნება უკვე არჩევანი გასაკეთებელი. არჩევანი, რომელიც გულისხმობს თითოეული ჩვენგანის მხრიდან ან მოწონებას ამა თუ იმ ნაბიჯის, გნებავთ ხალბატონი ზურაბიშვილი იყოს, გნებავთ სხვა რომელიღაცა ხელისუფლების წარმომადგენლის, ასე ვთქვათ, მიღებული გადაწყვეტილება, ან კონკრეტულმა ჩვენთანგანმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რისთვის ვართ მზად. მაგრამ მე დღეს ხედავ სოფლიოში, ევროპაში განსაკუთრებით, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში წარმოუდგენელ კონსოლიდაციას ამ საკითხის გარშემო. ჰუმანიტარული დაუბრუნდები კი ბატონო, დაუბრუნდები ზურაბიშვილთან შეხვედრის საკითხს. ეს შეხვედრა შედგა თქვენი ინიციატივით? თავდადიანა პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ვამბობ, არის საკითხები, რომელზეც საჯაროდ ვერ საუბრობენ, ან არ საუბრობენ, ხომ? ახლა თქვენ დაადასტურეთ საჯაროდ. ბევრი სხვადასხვა შეხვედრები და ბევრი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით კონტაქტი დგება ჩემსა და სხვა ნაციონალ-მოძრაობის ლიდერების მხრიდან სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან, როგორც საზოგადოებრივ ასევე არ გინდათ იმის თქმა, შეხვედრა შედგა თქვენი თუ ზურაბიშვილის ინიციატივით? ჩვენ გვინდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული და ვფიქრობ რისი თქმაც შემიძლია იმაზე ვსაუბრობ ყოველთვის და არა თქვენ ამ შეხვედრაზე სთხოვეთ მას სააკაშვილის შეწყალება? არა, ჩვენ ამ შეხვედრაზე და ნებისმიერ სხვა შეხვედრაზე პირველ რიგში რა თქმა უნდა ვსაუბრობთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე და არა მხოლოდ საგარეო ვექტორზე. რეალურად ქვეყნის განვითარების ვექტორზე, დიანა, ძვირფასო მაყურებლებო. ქვეყნის საგარეო კურსზე ისაუბრეთ საუბრის ზურაბიშვილთან. პარადოქსალურია შეიძლება ბევრისთვის, მაგრამ პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ ეგზისტენციურად მნიშვნელოვან საკითხთან, დიახაც, საგარეო პოლიტიკურ კურსთან, ზოგადად ქვეყნის განვითარების ვექტორთან, როგორები გვინდა ვიყოთ მომავალში. ამ ყველაფერთან არის კურსზე და ვექტორზე საუბრობთ, რომელშიც მოიაზრებთ სააკაშვილის თემასაც თუ კონკრეტულად დასვით სააკაშვილის შეწყალების საკითხი, ვინაიდან სააკაშვილი საკითხი ამძიმებს ამ პროცესს ნამდვილად ქვეყნისთვის. არა თუ ამძიმებს, ხელისუფლება ამძიმებს ამ საკითხს განგებ. მიხეილ სააკაშვილი კი არ ამძიმებს. ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. მიხეილ სააკაშვილის თემა ვიგულისხმეთ. ამ მდგომარეობაში ყველას ერთად ვინ გვამყოფებს, ხო? ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ჩემის ღრმარწმენით, რა თქმა უნდა, არ არის სუვერენული ადამიანი. არ არის სუვერენული ადამიანი და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ გადმოსახედვას უკეთჭა. აი ნიკა, ნახეთ, თუ სუვერენული ადამიანი არ არის, რა სიზავს, მაშინ ის იმედი გაქვთ, რატომ გაუშვებს? მე ამ საუბრობდი, ხა ბიძინა ივანიშვილზე, ხალბატონ დიანა, მეკითხებოდით, ხალბატონ სალომე ზურაბიშვილზე მეკითხებოდით, ხო? მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა როგორც ოლიგარქმა, დიახაც, რომელიც არ არის სუვერენული და ის არ არის თავის უნარჩვევებზე მხოლოდ დამოკიდებული, ხო? და დიქტატის ქვეშ იმყოფება მრავალი წლის განმავლობაში. მათ მოიწყვეს ამ ქვეყანაში საკუთარი დასავლეთი და საკუთარი ევროპა და საკუთარი ამერიკის შეერთებული შტატები. ბატონი კალაძე, რომელიც უკვე მერამდენე
განცხადება კეთდება მორიგი მისი მხრიდან, იმ შემთხვევაში თუ მთელი ცივილიზებული სამყარო ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თუ მაინდა-მაინც გთხოვთ რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის არ გვინდა ასეთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიო აი ასეთ განცხადებას ოდესაც აკეთებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გენერალური მდივანი ესე ნიშნავს ეს ადამიანები არიან შეწუხებულნი მთავარი ჩვენი ისტორიული არჩევანი და თქმა უნდა არ არის მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს დიდი ხანი და მეტიც მოიწყვეს დასავლეთის საფრანგეთის გერმანიას ინგლისიც მეტაფორულად საუბრო ამერიკის შეერთებული შტატების ქვეყანაში მათ ულხი ისინი მატერიალურად არიან უზრუნველყოფილნი ჩვენს ხარჯზე მათ შორის და სულ არ ედარდებათ დანარჩენი საქართველო იბრძვის ევროპული მომავლისთვის მათ ოჯახებში მათ საკუთარ ოჯახებში უკვე აქვთ ეს ევროპული მომავალი ხო და თუ კი საუბრობთ ქვეყნის პრეზიდენტზე ქალბატონ ზურაბიშვილზე მე იმედი მაქვს რომ ის ხედავს ამ პროცესებს ამგვარად და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში ეს შეუძლებელია მე ვთქვა რაიმე ნიშანი მოგცაც როგორი შეიძლება იყოს მისი გადაწყვეტილება იმ მარტივი მიზეზის გამო რომ უბრალოდ არ ვიცი ხო და რომც ვიცოდე ხა დიანა რატო გონიათ რომ თქვენთან ეთერშია ნებისმიერ სხვა ეთერშია შეიძლება არ მოყვებით მაგრამ რაღაც ტიპის ოპტიმიზმი დაგჭათ თუ არა ამ შეხვედრიდან ამაზე საუბარი უფრო ადვილია თუ ჩვენ საჯარო მის განცხადებებს მოვისმენთ ვფიქრობ რომ დიდად არ განსხვავდება ჩვენი შეხედულებები ამ თვალსაზრისით, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგობრივად ეხა რას მივიღებთ, ამას ძალიან მალე ვიხილავთ. და ამ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, არ აქვს ამ სახელმწიფოს ფუფუნება, სახელმწიფო არის გადასარჩენი. მიხეილ სააკაშვილი სასწორზე რა დადო დღეს ქართულმა ოცნებამ ივანიშვილმა რა დაგვიდო, ხო? ერთის ხრი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და იქვე დადო ევროპული მომავალი, ხო? არც ერთი ედარდება და არც მეორე ედარდება. ეხლა ეს ფაქტი. მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ყველაფერი ედარდება რბილად რო თქვა. ამიტომ ყველა ადამიანს აქვს თავისი წელი პასუხისმგებლობა. თქვენ რომელ ვერსიას მიყვებით ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასეთ რამესაც ვისმენთ, რომ აი სააკაშვილს კლავენ საპატიმროში. თქვენ ასეთ ფორმულირებას გაუკეთებდით ამ პროცესს, არ ვიცი, აი სააკაშვილის ისეთ ფორმულირებას დღესაც რამდენი წელიწადი გავიდა 1990 წლიდან ხო 31 დეკემბრიდან პრაქტიკულად ხო ეხლა ხვალ დღის ორს ხო 30 წელიწადი ხო პრაქტიკულად ხო დღესაც მოიძებნები მე საქართველოს ადამიანები რომელიც გეტყვიან რომ შევარდნაძემ არ მოკლა ზვიად გამსახურდია მაგრამ როდესაც პრეზიდენტი კვდება თუ კლავენ ერთ-ერთ სოფელში აბსოლუტურად ყველასათვის უცხო ოჯახი ფორმულირება გთხოვეთ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს არის მკვლელობა. სააკაშვილს კლავენ, ანუ ეს არის თქვენი ფორმულირება? არ კლავენ დიანა. არა, გეკითხებით, ნიკა. აბსოლუტურად ასე ვცდილობ პასუხი გავცეთ თქვენს კითხვას. ზვიად გამსახურდიაზეს დღეს სამწუხაროდ მოიძებ ძალიან ცოტა უკვე მართლა. მაგრამ მაინც მოიძებნებიან რომ შევარდნაძეს პირდაპირ არ მოუკლას, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი სოფელში ერთ-ერთში ხიბულაში უტარი არის ნანახი ეს არის მკვლელობა თვითმკვლელობა იქნება თუ ყველა ეს არის მკვლელობა სახელმწიფო მოკლა და 10 წელი ჩვენს ტყავზე მინიმუმ 10 წელიწადი ხო ჩვენ განვიცადეთ ამ ქვეყნის მოქალაქეება ბავშვი ვიყავი უფროსი იყო კიდევ უფრო უფროსი იყო რამეშობა ყველამ განვიცადეთ და ის არ იყო უბრალოდ შეუმძარი სახელმწიფო. კი ბატონო, ნიკა, მომისმინეთ, ნახეთ თქვენ ამბობთ რომ პარტია არის დისფუნქციური, მაგრამ თქვენ ხართ თავმჯდომარე, თქვენსგან ელოდებიან, თქვენ პასუხის დროს გამეცით, თქვენგან ელოდებიან ფუნქციონირებას. რა კონტექსტში გითხარით რო არის? არ შეიძლება პროცესი რომელიც გაიხსნა არ დასრულდეს სწრაფად ვინაიდან პარტიის ფუნქციონირებას ეს ხელს არ უწყობს, როდესაც ბევრი თქვენი სიტყვა გავიმეორე, მაგრამ მაინც ხელისუფლებიანობად კი ბატონო. აი ლევან ხაბეიშვილს, რომელიც თქვენი კონკურენტია, სოციალურ ქსელში წერენ, რომ პროცესი 9-მდე გადაიდო, გაძლებს კი მიშა 9-მდე და ასე შემდეგ და პასუხი ლევან ხაბეიშვილის იყო, რომ ენემს ყავს მოქმედი თავმჯდომარე.
ასევე გიორგი მუმლაძე, რომელიც თქვენი მეორე კონკურენტია, ამბობს, რომ ღამის 12 საათამდე დღეს ღამეზეა საუბარი, მელიამ დადოს კონკრეტული გეგმა, ან მოგვიწევს ის გავაგდოთ. მესამე კონკურენტი ნონა მამულაშვილი დღეს დღის ამბების სტუმარი იყო, ასევე ეს თქვათ ის საერთოდ პარლამენტიდან გასვლაზე საუბრობდა გამოსვლაზე ნაციონალურ მოძრაობის, მაგრამ ამაზე ცალკე გკითხავთ თქვენ. აი ნახეთ, არავინ არ ამბობს, რომ ნიკა ჩვენსავით ეხა ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ. თქვენ მოქმედი თავმჯდომარე ხართ და ამბობენ თქვენგან ერთი გეგმას ელოდება, მეორეც გეგმას ელოდება, მე მგონი და მესამეც გეგმას ელოდება და მთელი თქვენი ამომრჩეველი შეიძლება. მე ვფიქრობ, ნებისმიერ მათგანს თუ კი აინტერესებს რას აკეთებს პარტიათა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ძალიან მარტივად შეუძლიათ ეს ყველაფერი გაიგო. და როდესაც ჩვენ აი იმ კონტექსტში, რომელ კონტექსტშიც ახლა ვიმყოფებით და მთელი დასავლეთი და ადგილობრივი საზოგადოებაც არის მნიშვნელოვნად გამოფხიზლებული და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაკავშირებით დავამატებდი შეგახსენებთ ეს თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობაა დღეს, ვიდრე იყო თუნდაც 6 თვის წინ, თუნდაც 5 თვის წინ, სადაც რგვილად რო ვთქვათ, ასევე დეფიციტი იყო ადეკვატური მხარდაჭერისა. დღეს ჩვენ ვხედავთ სრულიად სხვა რეალობას. აი ამ დროს, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუახლოვდებით პიკს, ვუახლოვდებით კულმინაციას და ვხედავთ არ ვიცი დაანონსებას რაღაცა მორიგი ექსესებისა, დაანონსებას, დაპირისპირებისა, ვის წისქვილზე შეიძლება ამ ყველაფერმა დაასხას. ვის კულმინაციას ელოდებით? ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას ამ ყველაფერმა წყალი. კულმინაციას პროცესისა, სადაც უნდა გადაწყდეს ძალიან სწრაფად და საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი კომენტარი იყო, ნიკა, ნახეთ, თქვენ ხომ არ ყვებავთ ამ ხალხის მოლოდინებს, როდესაც თქვენ ამბობდით, რომ თუ დაგრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი იწელება, რაღაც სხვაგვარი მოქმედება იქნება თქვენის მხრიდან. 10 დღის წინ საზოგადოება უფრო იმედიანად იყო, თუ დღეს უფრო იმედიანად არის მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ გადაყვანასთან დაკავშირებით. ყველა მოქალაქემ თავისი ამ კითხვაზე პასუხი გაუწია. თქვენი როლი რა არის ამაში ამ დღეში? ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დიანა, ძალიან ბევრი რამე, რასაც ვაკეთებთ, არ იცით და ვერ გეცოდინებათ ამ ეტაპზე, მაგრამ ხვალ და ზე გაუწევად გეცოდინებათ. ჩემი პოზიცია, ჩემი დამოკიდებულება შეიძლება ყველას არ ეხებოდეს ვის სახელი და გვარობით ჩავთვალეთ, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდება. მეტი პასუხისგებლობა მაქვს და ვალდებულება მაქვს. ესმით? იმიტომ მოგმართავენ თქვენ მეტი პასუხისგებლობა და მოვალეობა რო გაქვთ, ნიკა. აი, ღამის ერთი ამბობს, რომ გეგმა დადოს ღამის 12-მდე, თორემ გავაგდებთო, მეორე ამბობს, რომ შეგიძლია. ენემს ხავს მოქმედი თავმჯდომარე, რაც მიანიშნებს ალბათ ამ ქალბატონს, რომ იმას მიმართეთო. და ეს ხელს უწყობს კონსოლიდაციას, ეს ხელს უწყობს თუნდაც თანამშრომლობას ნაციონალური მოძრაობის შიგნით განსხვავებულ ჯგუფებს შორის. ჩვენ როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ, სხვადასხვა ჯგუფები, ზოგი დამოუკიდებლად, ზოგი ჩვენი აქტიური ჩართულობით, ზოგი ჩვენი ირიბი ჩართულობით, ხო? მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხა სოფლიოში არის სოლიდარობის აქცია დაანონსებული 4 იანვარზე თბილისშიც გვექნება ჩვენ შესაბამისი სოლიდარობის აქცია 4 იანვარს. აი მსგავსი განცხადებები თუ შეიძლება დამასრულებინეთ. არა, ვერ დაგასრულებინებ. მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მარკ ვეიგინს და არესტოვის წერილებს რო უგზავნის და იმათი ისინი პასუხად რო რაღაც აქციებს აანონსებენ, თქვენზე გეკითხებით, აი თქვენზე, არა პერსონალურად, არამედ პარტიულადაც. დიანა, თუ გვინდა რომ ერთმანეთს გავუგებთ მარტივად, ხო? რას ვამბობ, როდესაც გულისხმობ კონსოლიდირებას აზრის მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური აზრის საკითხის გარშემო, ხო? მსგავსი პროცესები რომ ყოფილიყო 2-3 თვის წინ, მე დარწმუნებულვარ დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა იქ სადაც არის. და აი ამ ყველაფრის კვალდაკვალ, როდესაც კეთდება მსგავსი განცხადება, რომელიც თქვენ ახლა მე წამიკითხეთ, ერთი კონკრეტული ადამიანის მხრიდან, რომელსაც პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა სურს, ეს ყველაფერი ხელს უწყობს კონსოლიდაციას თუ ქსაქსავს. მე ვფიქრობ პირიქით, ხო? ძალიან მარტივად რო ვთქვათ.
ნიკა, მე თქვენ არ გეუბნებით, რომ თქვენ უნდა გაგეთავისუფლებიათ. სააკაშვილმა იცოდა ეს თქვა რა განაჩენები არსებობდა, რომ მოდიოდა საქართველოში, ასევე ალბათ მას გათვლილი ჰქონდა, რომ ეს შესაძლებლობაც არსებობდა. მე არ ვიცი თქვენ პერსონალურად ან თქვენმა პარტიამ რა უნდა გააკეთოს, ეხლა კლინიკა აეღო, ციხე აეღო თუ არ ვიცი, მაგრამ ნახეთ, თქვენ რომ ამბობთ, თქვენვე ნახეთ, მე ძალიან ლოგიკურად მივდივარ იქამდე, რომ ეხლა არ ვიცი რა უნდა მოგთხოვოს თქვენ. თუ კი რამეს აკეთებს ეს თქვა საკუთარი თემის აქტუალიზაციისთვის, ისევ თავად სააკაშვილი ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში. მაგრამ აი თქვენ ამას გეკითხებით, როცა თქვენი განცხადებებით ამბობს, ხვალ 21 დეკემბერს ამბობდით. ხვალ სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია, ვინ მართალი, არამედ იცოცხლოს თუ არა და თუ ხვალ გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება, არ დასრულდება გონივრულ ვადაში, უნდა დავიწყოთ მოქმედება და ასე შემდეგ. ნახეთ, გონივრულ ვადაში, რა თქმა უნდა, ის რომ დღეს 8 იანვრამდე გადადეს მორიგი სასამართლო პროცესი. 9 იანვრამდე, მაბატონო, და ის რომ დღეს ჩატარებული იყო და განგებ გადადეს. ის რომ მხოლოდ გუშინ ჩატარდა უკანასკნელი სასამართლო პროცესი, რომლის ჩატარება არ ჩატარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ ჰქონდა დაყენებული ქართულ ოცნებას, ხო? ჯერ კიდევ არის გონივრული ვადა ხელისუფლებისთვის, რომ სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი, იქნება ეს ხალბატონი ზურაბიშვილი, ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ ჩემი ნაბიჯი, პარტიის ნაბიჯი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. დიანა, მე ისიც არ ვიცი რა შეიძლება იყოს ეს გეგმა თუ გონივრულ ვადაში, უბრალოდ ნახეთ, აი ელოდება ეს ხალხი, აი მუმლაძე რომ 12 საათით გემუქრება და შემდეგ გადაგდებით, აი აქ რა ხდება. იცით რა არის? პარტია რა არის? პარტიის რესურსი, ხო? როდესაც საუბრობთ პარტიის რესურსი უნდა რესურს ახსენებენ. პარტიის რესურსი არა, ხარდაჭერები, ამორჩევლები, პარტიის წევრები, პარტიის რესურსი შენობა ხო არ არის. როდესაც თქვენ თითქმის ერთი ფეხი გააქვთ უკვე პარტიაში და თავმჯდომარეობა გინდათ, ხვალ რაღაცა ადეკვატური რესურსის მობილიზაცია, მაინც ხო უნდა შეძლოთ ამ ეტაპზე, არა? ესე იგი მე ვიცი რას ვაკეთებ, ესე იგი მე ვიცი რას ვაკეთებ. აი მომლაძე დგას სადღაც პრეზიდენტის სასახლთან ღამეს შედეგზე ორიენტირებული და მე არ მინდა პროცესისთვის. მე მინდა ვიხილო მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნიდან გაყვანილი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და არ მინდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიკამელიამ გადადგა ესა თუ ის ნაბიჯი. მე ვფიქრობ, ამიტომ იყო გქონდათ მაგალითად გაქვთ შეხვედრები დახურული მათ შორის პრეზიდენტთან. მე რომ შედეგზე ორიენტირებული არ ვიყო პრეზიდენტის გარდა, ძალიან ბევრი სხვა ტიპის შეხვედრა და კომუნიკაცია არსებობს და უახლოეს დღეებში იქნება, ხო? ანუ ეს განცხადებები არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი მათთვის. ამ ყველაფრის შესახებ, ნუ ნახევარი შეხვედრების შესახებ მაინც გეცოდინებოდათ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როდესაც ამ ძალიან თხელ პოლიტიკურ ყინულზე დავდივართ და ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისთვის ვინდა მიღწევა, ხო? მე ვფიქრობ, არ არის აუცილებელი კონკრეტულ მოცემულ პერიოდში ყველაფერი იცოდეს ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ. და თუ კი მაინდა-მაინც ვინმე არის ნაწილი. ეს ხალხი რაღაც 7 დეკემბრის შეხვედრას იხსენებს. რა მოხდა ამ შეხვედრაზე ისეთი რომ რაღაც დააიმედეთ როგორც ჩანს. ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი კონსოლიდაცია და პარტიული ერთობა ამ ეტაპზე. მე ვჩება შტაბ-ჭირება მსგავსი განცხადებები, სიმართლე გითხრათ, აი ხა გამახსენდა ის რა შტაბ-ჭირებაც ნამდვილად ახლა რამდენიმე საათის წინ მეგობრებს ვესაუბრებოდი, რა აი კონკრეტული არჩევნების პერიპეტიებშიც მათ ხალისი აქვთ დაკარგული რამდენიმე მათგანს და წარმატების იმედიც არ აქვთ. ეხლა მოითხოვეს არჩევნები, მაშინ როდესაც აბსოლუტურად უდროო იყო, დამაზიანებელი იყო მიზნებისა და ამოცანებისა, რომელიც მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პირველი შეთქმა უნდა უკავშირდებოდა, ამ პროცესში შევიდნენ და ახლა რჩება შტაბ-ჭრილება. რო იმედიც კი არ აქვს, იმედიც კი არ აქვს თეორიული წარმატების მიღწევისა. მართლა რჩება ეს, აი რაღაც რჩება ძალიან მყარი შტაბ-ჭრილება. შენ თუ მართლა გაწუხებს მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის და ცარიელი აღმნიშვნელი არ არის შენთვის მიხეილ სააკაშვილი, ხო? და მართლა გაინტერესებს რა გეგმა აქვს და რას აკეთებს პარტია, ხო? არა წუხებს ამ ადამიანებს. არ ვიცი, გიორგი მომლაძე სადღაც ათენებს და აღამებს პრეზიდენტის სახლთან. სხვადასხვა წყაროთი შეიძლება სხვადასხვა ინფორმაცია მოიპოვო მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ნებისმიერი აქტივობა არის მისასალმებელი. მათ შორის ბატონი მომლაძესი, მისი მეგობრების, ხო?
მცირე რიცხოვანი, მრავალრიცხოვანი გუშინ იყო, დღეს იქნება, ხვალ იქნება, სხვა ჯგუფი გააკეთებს, ხო? სხვადასხვა ხელავე, როცა მცირე რიცხოვნობაზეა მინიშნება. მისასალმებელია, დიანა, მისასალმებელია, მაგრამ ამ აქტივობების კვალდაკვალ ბევრი სხვა მრავლიც კეთდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ეხლა მე ვინმეს ნიშანი მოუგო და ნიშნის მოგებით, ანუ ნიშნი მოუგო და უთხრა, რომ ისი რა მე რო ეხა იქ ვიღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანს ან შევხვდი ან ველაპარაკე, ხოლმე დაველაპარაკო, შენ რატო არ ელაპარაკები? ყველას აქვს თავისი ფუნქცია, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, ყველას ერთი სურვილი გვაქვს. და თუ ეს არის რაღაცა უბრალოდ შიდა საარჩევნო ასე კამპანია და ასე უნდათ ხა დაუპირისპირდნენ ერთ-ერთ კანდიდატს, ხო, მე ვფიქრობ მათვე არ არგებთ ეს დამოკიდებულება. საზოგადოება ძალიან მკაფიოდ და ნათლად ხედავს იმ სურათს, რომელიც იხატება. ჩემთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, დიანა. დიახ. ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. მეტიც, ძალიან ბევრი რამ შეიძლება ისაუბრო, მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თუნდაც შენი მხარდაჭერებისთვის ინფორმაციის მიწოდება. აი, თუნდაც დღეს. მე მინდა როგორც პარტია დაცული მოძრაობის თავმჯდომარემ ყველა რესურსი ამოვწურო, რომელიც დიახაც მაიმედებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობაში მალე არ იქნება. და რაც არ უნდა განცხადებები გაკეთდეს, მე ვცდილობ, რომ ყურადღება არ მივაქციოთ, დავასრულე თუ შეიძლება. და არც მივაქცევ, დიანა, გაცილებით დიდი რამ დევს გამოწვევის სახით ჩემს წინ, ვიდრე თუნდაც აბსოლუტურად არაკორექტული, აბსოლუტურად ბევრისთვის შეიძლება პლებეური რაღაც ხასიათის განცხადება, გაცილებით მნიშვნელოვანი რამდენს სასწორზე. ამიტომ არ ვაქცევ და ახალ მივაქცევ. აი, პუტინის დავალებების შემსრულებელი ოლიგარქი, რომელიც არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, როგორ შეიძლება მას გამოსტაცო სააკაშვილი? აი, აქ რას ვამბობ, იცი, თქვენივე ფრაზებს ვამბობ. აი, თქვენი ფრაზები, თქვენი შეფასება პროცესის და თქვენი მოლოდინები აცდენილი ხომ არ არის ერთმანეთთან? არა, აცდენილი არ არის. ნამდვილად არ არის. როგორ შეიძლება და ის რაც ხდება ახლა. და რაც გვაკლდა ძალიან. ძალიან გვაკლდა, არ არსებობდა იყო ეტაპები. საერთაშორისო ადეკვატური მხარდაჭერა საწყის თვეებში იყო ეს ასე. ამაზეც ბევრი მე არ მისაუბრია, მაგრამ ნამდვილად მოწადინებულმა ხალხმა, ვისაც ისევე უნდა, როგორც არ ვიცი, მეც და ბევრს კიდევ, რომ ეს კრიზისი გადავლახოთ, ეს იცის. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც იციან რაში პოლიტიკურ ნემსის ყუნჩი გაძრომა მოუწია პოლიტიკურ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობას ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ისე რომ ერთი მხრივ მძიმე შეცდომები არ დაგვეშვა და შანსი შეგვენარჩუნებია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის კუთხით, მაგრამ მიუხედავად აი ამ ცოდნისა, ისინი კვლავ აკეთებენ აბსოლუტურად საპირისპირო განცხადება იქნება და სასამართლოც მიიღებს ნეგატიურ გადაწყვეტილებას, რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში და მუდმივი თემა არის, რომ აი ნაციონალური მოძრაობა კიდევ პარლამენტში რჩება, აი ამის შემდეგაც რჩება პარლამენტში და ყოველდღე არილევა თემა, რომელზეც არის აგებული ეს მოთხოვნები გარკვეული ნაწილის მხრიდან თქვენს ამომრჩევლებში. რა გაქვთ სათქმელი მათთვის, რომლებიც ყველა ჯერზე ამგვარი წინადადებით მოგმართავენ? და მესვის და დიდ ნაწილს ნაციონალური მოძრაობის სიით გასულ დეპუტატებსაც კარგად აქვს დაცნობიერებული, რომ ეს არ არის ის პარლამენტი, სადაც მათ სიამოვნების თუნდაც მძიმე პროფესიული მოვალეობის შესრულების შედეგად სიამოვნების მიღება და განცდის გაჩენა შანსი აქვს, რომ სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი კეთდება იმ პარლამენტში. მერწმუნეთ, დიდი ნაწილი იქ ასე ფიქრობს და განსაკუთრებით მცირე ნაწილი, რომლებთვისაც კომპეტენცია და კვალიფიკაცია ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში უცხო ნამდვილად არ არის. ახლა ჩემს სუბიექტურ აზრზე მე ხშირად ვერ საუბრობ, როდესაც ვარ პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით ნამდვილად. ახლა მე რომ მხოლოდ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში აი ამ აბსოლუტურად უდრო და უკონტექსტო დამაზიანებელ
ინიციატივის შედეგად წარმოშობილ არჩევნებში ვიყო მოტივირებული, რომ მეტი და მეტი ხმა ავიღო და მეტი ამ მომრჩევლის გული მოვიგო, ალბათ შეიძლება ბევრჯერ გამეკეთებია განცხადება, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს პარლამენტში და მეცაც გეტყვით. ალბათ ჩემს ადგილზე სხვა რო იყოს, ან კიდევ სხვა, ან რამდენიმე და ისინი იყვნენ მოკლედ პარლამენტს მივყვა და მე ვიყო პარლამენტის წევრი და ამავე დროს თუნდაც თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, მე მგონია იმ განცხადებას, რასაც ვისმენ ხოლმე, albათ 8-ჯერ ან 9-ჯერ გააკეთებდნენ განცხადებას, რომ ნიკა მელიამ ის არის დეპუტატი და თან კანდიდატი. პარტიამ დატოვოს პარლამენტი, მაგრამ მე მინდა პროცესები დავეხო დიდ სურათში. მე ხმამაღლა მოწოდებების გაკეთებასაც ვერც საჭიროების შემთხვევაში მძიმე აგრესიულ პოლიტიკურ ნაბიჯებს ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მიმითითებს, როგორ შეიძლება გაკეთდეს. მათ შორის ქუჩის პროტესტებში და პროტესტისას ვერც მის დაორგანიზებას შეიძლება ბევრი ადამიანი ისე ვერ მოახერხებს, როგორც მე, იმიტომ ეს გამოცდილება ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ახლა როგორც არასოდეს მე ვარ ვალდებული ვიყოს შედეგზე ორიენტირებული, როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ. იქნება ის მომენტი, როდესაც მე საბოლოოდ ჩავთვლი კოლეგებთან ერთად, თანამოაზრებთან ერთად, რომ დამატებითი რამე ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რა თქმა უნდა ამ ნაბიჯზე გადავდგამთ და ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყოფნა არ ყოფნა უნდა დაუკავშირდეს ამ ხელისუფლების ჩიხში შეყვანას და სახელმწიფოს ჩიხიდან გამოყვანას. თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნები პარტია პარლამენტში. მე გეუბნებით, უკვე რაც თქვი, შესაბამის გადაწყვეტილებას საჭიროებისამებრ მიიღებს პარტია, მისი თავმჯდომარეც, თუნდაც ფრაქციის თავმჯდომარე ახლა ეს დრო არ არის, კი ბატონო. იმიტომ რომ მე დამაჯერებლად, არ ვიცი, უდიდესი სხვაობით ნაციონალური მოძრაობის შიგნით არჩევნებში დავამარცხო, არ ვიცი 1, 2 ან 3 კანდიდატი და მოვიგო დამატებითი ამორჩევლების გული, მაგრამ არ იყოს ამ დროს ბოლომდე რაციონალური ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება და მიღებული გადაწყვეტილება, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამ, იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ. პასუხისმგებლობა გაცილებით მეტი მაკისრია. მე რო არ ვიყო პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და არ ვიყო იმ პროცესებში ჩართული, სადაც ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერ იქნება მათ შორის პარტიიდან, ხო? შესაძლებელია ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, მე ეს განცხადება გამეკეთებია, მაგრამ ვიცი რა გზას ვადგავართ და რა მოლოდინი მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ამ წუთას ეს არის ჩემი მხრიდან გაუმართლებელი ვილაპარაკო ფრაქციის დატოვებაზე. და ბოლო კითხვა ეს არის, თუ არც ასამართლომ არ მიიღო სასჯელის გადავადების გადაწყვეტილება და არც პრეზიდენტის შეწყალება გამოჩნდა ჰორიზონტზე, რა შეიძლება გააკეთოს? ნუ მაშინ ეს დანამდვილებით ნიშნავს, რომ ტესტი მთავარი ტესტი, რომელიც ევროკავშირმა ჩვენ ეხლაც მოგვიწყო ძალიან სამართლიანად ჩვენს საზოგადოებას სახელმწიფოს ვერ ვაბარებთ და ევროპულ მომავალზე ვამბობთ უარს. არ ამგონია ამას ვინმე შეეგუოს. არ ამგონია, რა თქმა უნდა, ამას შეეგუოს ქართული საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური დემოკრატიული ოპოზიცია. იმიტომ რომ შეიძლება დღეს შენ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი, ანუ ჩვენი ხარდაჭერი არ იყოს და არიან ასეთები, რა თქმა უნდა, არც თუ ისე ცოტანი, მაგრამ სახელმწიფოს ხარდაჭერები ხომ არიან, ასეთი ხო უფრო ბევრი არიან და ისევ გადაჯაჭვულობა ხომ სახეზეა სახელმწიფოს ინტერესისა და სახელმწიფოს ინტერესი დღეს არ შემდგომარეობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ვივამეთში. ამიტომ ნახეთ, არიან ადამიანები, ვისაც ემოციურად, პიროვნულად, პერსონალურად, პარტიულად, პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამატებით გადაწყვეტილება. დავიწყებ რაღაცა, ვფიქრობ რაღაცა სიმძლავრეს გავდივ, დავასრულო აზრი და ვაწყვეტინებ ხოლმე. არიან ადამიანები, ვისაც სხვა ემოცია აქვს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და განსაკუთრებულად განმისტით და ბევრი არის ასეთი ადამიანი, ხო? მაგრამ არიან ასევე ბევრი ქვეყანაში, ვინც განიცდის სახელმწიფოს მომავალზე და ფიქრობ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები, მithoma პარტიის თავმჯდომარეები არ უნდა ასაზრდოებდნენ ქართულ ოცნებას
იგივე ნიჰილიზმით და გაუაზრებელი ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით შანსსაც არ უნდა უკარგავდეთ ქვეყანას ევროპული განვითარებისა და მიხეილ სააკაშვილის ბედის პოზიტიურად გადაწყვეტის მიმართულებით, იმიტომ რომ რაც შეიძლება მჭიდროდ წარმოჩენა არის მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მოვა ამისი დრო და ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება ხვალდაზე როგორ შეიძლება მოიქცეს პარტია კრიზისულ ვითარებაში და კრიტიკულ მოცემულ პერიოდში და როგორ არ შეიძლება მოიქცეს, ხო? მე მიმაჩნია, მართლაც მიმაჩნია. რომ იყო რამდენიმე ძალიან მძიმე კრიტიკული მომენტი მიმდინარე წელს, სადაც ჩვენ რომ დაგვეშვა დიდი შეცდომა, აი ეს შანსიც დღეს, რომელსაც ვცდილობთ რომ რეალობად მოკლედ გადაქცევა ეწეროს მოკლედ რაღაცა იმედი კონდეს რომ მოხდება, არ გვექნებოდა. კი ბატონო, მადლობა. რეალურად ჩვენ რამდენჯერმე ქართულმა ოცნებამ ხაფანგში პრაქტიკულად მოგვაქცია, სადაც დღეს საერთაშორისო საზოგადოების ის მნიშვნელოვანი ნაწილი ასე ხმაშეწყობილი ქართულ საზოგადოებასთან არ იქნებოდა. და რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც თავარი პრობლემა არ არის გადაჭრილი და კრიზისი სახეზეა, აი ეს ჩემი შეფასებები მე გძნობ ამას, ბევრისთვის ვერაფერი ნუგეშია, ხომ? მაგრამ ვალდებულება და პასუხისგებლობა ჩემი და პარტიის რიგითი წევრების ან თუნდაც იმ ლიდერების ლიდერის ამოცანა არ არის ეს ვთქვათ არიღებენ ნებებზე აყოლა სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობას განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებ ვაკავშირებს ერთი საერთო მიზანი. ახალი წელი მინდა მოგილოცოთ და მადლობა გითხრათ რომ ბოლო გადაცემის სტუმარი იყავით, მაყურებელსაც მინდა მოულოცო და მომავალ წლამდე დაგემშვიდობები.